გამქენი არ ვიცი, მაგრამ დაულანჩე და აჰა. ეხა უყურე რა უქნა იყო, ხო? მოიცა რა ჩამოხსა ბუქსირზე ვარ ვიცი. რაღაცა ჩავშალა. დარტანი გავუტე. გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვართ ჩვენთან ავტოსერვისში. იდეაში არ დავკარგულ ვართ, აქ ვართ 24/7-ზე მაინც დრაგები არა, შეჯიბრებები არა, მაგრამ სერვისში ვართ, მანქანებს ვაკეთებთ და დღეს თუ რა მანქანებს ვაკეთებთ, რა ეტაპია ეს მანქანები, ყველაფერს თითოეულ მანქანაზე გეტყვით დაწვრილებით. ჩვენ 340-ს რაც შეეხება ბოლო დრაგზე, უხეშ დრაგზე, კარობკა გავაფუჭეთ. ნუ თავიდან გიდრომუტა გაფუჭდა, გიდრომუტა რო გაფუჭდა, მე კარობკა გააფუჭა, იმიტომ რომ სტრუშკა შეიტანა კოლოფში და მოგვიწია თან ჩამოსული იყო ჩვენი stage 4 კოლოფი, საბაჟოზე იყო, გამოვიტანეთ, ცეპლენიები ჩავალაგეთ ჩვენ კოლოფში და გიდრომუტაზე გვაქვს ისევ პრობლემა. აი ბესო დააფიქსირე, ორი გიდრომუტა იგდებს. ერთი გიდრომუტა ჩვენ მანქანაზე აყენია და ბუბუს სუპრას რაც შეეხება რატოა ჩვენთან სერვისში რა. ჩვენ გიდრომუტა ჩამოვიტანეთ ამერიკიდან, რომელიც უნდა ტორმუზგან ტრანსბრეიკზე უნდა ასულიყო 4000-4500-ზე, მაგრამ არ ადის 3000-ის ზემოთ. 3000-ის ზემოთ რადგან არ ადის, ფიზიკურად დიდი ტურბო რადგან გვიდგას, ვერ დავილანჩეთ, ვერ დავლანჩავთ, იმიტომ რომ ლაგი ექნება. ჩვენ მანქანას ჭირდება გიდრომუტა, რომელიც ავა 4 და 8-დან 5-მდე, მაგრამ 5-ზე როავა უნდა გაჩერდეს რა გიდრომუტა, იმიტომ რომ მე ჯანიც მოდის და უკვე კოლოფში გადადის ცეპლენიებზე ბუქსავი რა. ძალიან რთულია ჩვენს ეტაპზე გიდრომუტის შერჩევა. მაგიტომაცა ეს ბოლო ორი დრაგია, რომ ხან ტოპ 16-დან, ხან ტოპ 8-დან ვეთიშებით, ვაგებთ, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. მანქანა ჯანზია, ვაფშე არანაირი პრობლემა არ აქვს. დაჟე ისეთ მაგარ ჯანზია, რომ ძალიან მაგარ დროებსაც წერს. ნუ ამას გულისხმობ 100-200, 200-250, მაგრამ 0-100 რო კარგი გქონდეს, ჭირდება გიდრომუტა. ბუბუსაც გამოწერილი ქონდა გიდრომუტა, გუშინ მე ბუბუს დაურეკე, ჩამოიყვანე მეთქი შენი მანქანა, შენი გიდრომუტა უნდა მოხსნათ და ჩემ მანქანაზე გადავიტანოთქო. ბუბუმ ჩამოიყვანა თავისი მანქანა, კოლოფი მოხსენით, გიდრომუტა მოვიღეთ, დავაყენეთ ჩემ მანქანაზე. ჩემ მანქანაზე დავაყენეთ და ბუბუსთან 3 და 8-ზე ადიოდა ტორმუზ გაზზე რა, აბაროტი და მე ავარიულში უგდებდა, იმიტომ რომ ბუბუს custom настройка არ აქვს კოლოფში და მაინც მეგონა რომ ჩემ მანქანაზე რო დავაყენებდი, მე უკვე custom-ი მაქვს გაკეთებული. მეგონა რომ ჩემ მანქანაზე რო დავაყენებდი მაგიდრომუტა, სადღაც 4000-ზე, 4500-ზე ავიდოდა, მაგრამ ჩემ მანქანაზე მაინც არ ავიდა 3.5-ის ზემოთ არ ადის, იმიტომ რომ 3.5-ზე ჩემ მანქანას საერთოდ ჯანი არ აქვს. როგორც გითხარით, 4 და 8 მინიმუმ ჭირდება რომ ბუსტი მოვიდეს და იდეალურად დაილანჩოს და 0-100 მაგარი კონდეს. ჩემ მანქანის თემაში აი ამ პრობლემებში ვარ და აი ამ გიდრომუტის მიგნებას ვცდილობ თუ რომელი გიდრომუტა აიწევა 5000 აბაროთზე, რომ ჩვენ ძალიან მაგრა ვიასპარეზოთ. მეტი ისეთი არაფერი არ შემიცვლია ჩემ მანქანაზე და კიდევ ერთი ამბავი ის გვაქვს, რომ დავიწყეთ კოვკაძრავის საწყობა, ნიზი დატოვებული გვაქვს ბარადაში, გალუკას დატოვებული გვაქვს სპრიცილკაზე და გასაკეთებლად, ანუ მზადდება ყველაფერი და ძალიან მალე უკვე დავიწყებთ ძრავის საწყობას და ძრავის კოვკაძრავის საწყობას როგორც კი დავიწყებთ, აუცილებლად ერთ ვიდეოს მიუძღვნით ჩვენ კოვკაძრავს და გადავიღებთ თავიდან ბოლომდე ყველა. Hey, Bill, I'm in the mood for a switch up. I hit the function, hit the rose till I hiccup. I hit the stage and leave with money that's a sticker. She picture perfect, so I told him I'm a flicker. Bill, I'm in the mood for a change up. I leave the city and return with my change up. They got amnesia, don't remember how they played us. They wanna knock me down, but somehow I just stay up. რაც შეეხება ჩვენ M3-ს, ბოლოს დრაგზე გამოჩნდა BMW კლუბის დრაგზე, სადაც 850 ცხენი იყო ძრავზე ცხენები დაუწიეთ. ნუ ჯერ არა გვიწევია, მაგრამ მაგის აწევა ძალიან მარტივია. ერთ მაპს გადავაწერთ, რომელიც გასწორებული 1280 ცხენიანი და არის 2-3 წუთის საქმე. ფიზიკურად 1280 ცხენს ჩვენ საქართველოში ვერ ვიყენებთ, არც გზა გვაქვს, ასტრები გვაქვს, არაფერი არ გვაქვს, რომ ამ მანქანის ცხენები გამოვიყენოთ. ამ მანქანის სრული ჯანი რო 412-ზე გამოვიყენოთ, მაშინ გვიწევს ამ მანქანაზე კრილოების მოჭრა, გვიწევს უკანა ტორმუზის სისტემის, სტოკი ტორმუზის სისტემის მოხსნა და გვიწევს დრაგავი ტორმუზის სისტემის დაყენება, რომელიც ფიზიკურად ჩვენ ტრეკზე აღარ გაჩერდება და რატო გვჭირდება ეგ ტორმუზები. დრაგავი ტორმუზის სისტემას რო დავაყენებთ, შევძლებთ 15-იანი დისკის დაყენებას. კერამიკის ტორმუზის სისტემაზე 15-იანი არ დგება, 18-იანი არის ყველაზე დაბალი ზომა, რაც შეიძლება დადგეს. 18-იან
დისკზე არ არსებობს ისეთი სლიკი, რომ ამ მანქანაში ჩავატიოთ, რომელითაც მოვეჭიდებით. ყველა პონჩი გვინდა 15-იანი ან 16-იანი დისკი რო დადგეს და მაღალ ბორტიანი სლიკები ჩამოვიტანოთ და შედარებით 70%, მაგრამ მოვეჭიდებით. ნუ ეხლა თუ ვეჭიდებით 850 ცხენით, მე მოვეჭიდებით 1100-1200 ცხენით და იასნია უფრო ძალიან მაგარ შედეგებს დავდებთ. მაგიტომაც არ ვაფუჭებთ ჩვენ მანქანას, იმიტომ რომ ძალიან მაგარ ვიზუალზეა და არ მაინტერესებს ეს მანქანა მოეჭიდება თუ არ მოეჭიდება, რასაც მოეჭიდება იმჯანი თვივლით ყოველთვის და თუ ოდესმე ტრეკი გვეღირსება და წემო გვეღირსება, ამ მანქანის ჯანს აუცილებლად გამოვიყენებთ ბოლომდე. არ სკრილოს მოჭრას ვაპირებ, არ ტორმოზის სისტემის მოხსნას ვაპირებ და ხო, რატო ვთქვი, ტორმოზის სისტემა რომც დავაყენო, მე უკვე გაჩერებაზე გვაქვს პრობლემა და ვერ გავჩერდებით, მაგიტომაც ისეც არ ღირს და ესეც არ ღირს ამ მანქანის ბოლომდე გახაფანგება, ესე რომ ვთქვათ რა. ნუ წინ დისკები რატოა მოხსნილი, გეტყვით, იმიტოა წინ დისკები მოხსნილი, რომ უხეში დრაგი რო იყო street legal-ი დრაგი, ანუ street legal-ში რო ჩამჯდარიყავით, მომიწია მანქანიდან დისკების გადატანა იმ მანქანაზე, რომ 19-იანში მქონდა street legal-ი საბურავები, ანუ სლიკები და მომიწია მაგიტო და მოვხსენი ჩვენს M3-ს დისკები. რაც შეეხება ძრავს, წინა ვიდეოში ჩვენ დავდეთ მოვხსენით გეითები, მოვხსენით მაქსოლენოიდი, იმიტომ რომ იქ პრობლემები მქონდა და გამორიცხვის მეთოდებს რო არ გავყოლოდია, დროც არ იყო მაგისთვის, დავხსენით ყველაფერი, ამიტომ მუშაობ მდგომარეობაში გადავიტანეთ და ყველაფერმა იმუშავა იდეალურად. ჯერ არ მოგვიხსნია არაფერი, უკან არ განმოგვიტანია, იმიტომ რომ ამ მანქანიდან ძრავი უნდა ამოვიღოთ და ამ მანქანამ ჩვენ YouTube არხით და გვიან გავხსენით, მაგრამ ამ მანქანამ ძალიან ბევრი ერთი წლის განმავლობაში იარა, ბანზე იარა, დრაგზე იარა, ნუ ნასტროიკა გაკეთა და პროსტა უნდა ამოვიღოთ, კლადიშები ვნახოთ რა მდგომარეობაშია და თუ კაი მდგომარეობაშია, ისე ვავაწყობთ და ჩავდებთ და მაგიტო არ ვჩქარობთ M3-დან ნაწილების მოხსნას, რომ ამაზე გადმოვიტანოთ. ბარემ ძრავს ამოვიღებთ, ყველაფერს ვნახავთ, თუ რამე დასასერვისებელია, დავასერვისებთ, თავიდან ავაწყობთ და ჩავდგამთ. ფიქრობთ ეგეცეთ რაღაცასაც, ეს მანქანა გადავაწყოთ ტრეკისთვის, ანუ წრიული რბოლისთვის, ტაიმატაკისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ისთვის მაგისთვის გვჭირდება ცოტა პატარა ტურბო და თუ ვინმე სპონსორი არის და მოიფიქრებს და შემოგვეხმიანება, ჩვენ შეგვიძლია ესეთ რაღაცას გავაკეთოთ, რომ ეს მანქანა გადავაწყოთ წრიულისთვის და წავიყვანოთ გერმანიაში ტრეკზე და ძალიან მაგარი დროები დავაფიქსიროთ გერმანიის ტრეკზეც. ამისთვისაც მზათა ვართ და თუ რომელიმე სპონსორს სურვილი ექნება ჩვენთან ერთად გამოვიდეს და წამოვიდეს ევროპაში, ძალიან დიდი მადლობლები დავრჩებით. ნუ ამასაც გავითვალისწინებთ, მაგრამ თუ სპონსორი არ გამოჩნდება და არ იქნება, ნუ მაგას ჩვენ ოდესღაც მაინც შევძლებთ და გავაკეთებთ, მაგრამ დღეის მდგომარეობით ფინანსურად მაგ ხელახარჯებს ვერ გავიღებთ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ აგვაქვს, მეორე პროექტს ვაკეთებ და მეორე პროექტით მსოფლიო რეკორდები უნდა მოვხსნათ და უფრო გარდაცვლილი ვართ იმ მანქანიდან, თუ სპონსორი გამოჩნდება, ამ მანქანითანაც დიდი სიამოვნებით გავალთ საქართველოს ფარგლებით. Ayy, poppin' like I'm supposed to. Watch out for the people that ain't close to. Speak a little something you could toast to. I ain't tryna hear about what you won't do. Moving like I'm into. Hit the ground running like the rain do. რაც შეეხება M5 რადიუმის ანტიატლივი დავაყენეთ, ასევე ავტომოტივისაა, მე მგონი თუ აქვს კი ავტომოტივის რელეები, ბენზონასოსის რელეები დავაყენეთ. ნუ ელექტროობა ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, შლანგები რაც საწვავის სისტემას დაჭირდა, ყველაფერი ჩამოვიტანეთ და მაგასაც ჩვენ თვითონ ვამონტაჟებთ, იმიტომ რომ ესე გაზომილი და ზომით არ მოდის ხოლმე რა, გააჩნია ანტიატლივს ვისაც დააყენებს და შესაბამისად ჭირდება პროსტა შლანგების ჩამოტანა, ენების ჩამოტანა და მე უკვე ჩვენ უნდა ავაწყოთ ყველაფერი, ანუ ჩვენს გემოვნების მიხედვით. მოდი ვესო წინ. ეს ავტომობილი არის 2 დიდ ტურბოზე, G30-ები აყენია 900-იანები. ამ ავტომობილმა უხეშ დრაგზე მოხსნა რეკორდი, აწყობილი მანქანების დრო, საუკეთესო დროში გაიარა, 903 ქონდა, 402 მეტრი და იყო 1020 საბურავზე. ეხლა საწვავის სისტემას დავაყენებთ, პორტს ჩავრთავთ. დავატებით კომპიუტერიც ჩაირთვება და საბურავზე ვაპირებთ, რომ ამოვიღოთ 1300 ცხენი, 1300 ცხენით 412-ს ეს ავტომობილი 8.5-8-6-ში ივლის. ჩემი აზრით ივლის ესეც უნდა იაროს რა, ანუ იდეა მანქანის აწყობის ეგ არის, რომ ყველაზე ჩქარი სოფლიოში M5 ავაწყოთ. რაც შეეხება ამ მეორე 340-ს, ეს 340 ჩვენი ძმაკაცის არის.
ეს დრაგზე არ გამოდის, დრაგზე არ ასპარეზობს, ეს დადის ტაიმატაკს, წრიულ ბოლას ივლის და ნუ ესე შემდეგ ვაყენებთ უკან ხის დაკიდების სისტემას, ანუ რაც შეეხება გიტარებს, ყველაფერი შაისებზე ავყავს, რადგან სტოკ გიტარებში ტულკები რაც ზის, ეს რეზინები რამოდენიმე წრის შემდეგ იწყებს გაცხელებას და მე უკვე არის არასტაბილური მანქანა რა და როცა ტრეკზე დადიხარ და 10 კრუგი უნდა გააკეთო, 15 კრუგი უნდა გააკეთო, ჯობია რომ ყველაფერი იყოს ხისტი, შაისებზე და მანევრიც უკეთესი აქვს და თვითონ პერედოკის სისტემა არ იღლება რა და აი ესეთი გიტარები იქნება ყველა აბსოლუტურად დაყენებული შაისებზე არის და რაზვალი იქნება თუ კასტერი იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა მაქსიმალურ დონეზე შენზე ირგებთ მანქანას რა და ამაზეც აყენია დიდი ტურბო სინგლია და თუნა რო ჩამოწევს აუცილებლად ამის კიტსაც განახებთ დაკიდების სისტემა ნუ ამორტიზატორებს რაც შეეხება BC Racing-ი აყენია ბოლოთაობის ძალიან მაგრამ მუშაობს და რავი კიდე გაიტესტება ნუ ორჯერ იყო ტრეკზე სულ გასული შეჯიბრზე ჯერ არ მიუღია მონაწილეობა უბრალოდ დადიოდა კვალიფიკაციაც არულია მე მგონი უბრალოდ სავარჯიშო გარბენებს დადის ჯერ გაწყობის პროცესია და მორგების პროცესია მანქანა და ძალიან მალე იხილავთ ამანქანას ჩვენ ვიდეოშიც ამანქანასაც ტრეკზე გადავიღებთ და ამანქანის შეჯიბრის დღესაც გადავიღებთ აუცილებლად. კაი, ეხა ანუ რო ჩაუწერ კოლსტარტს დაველოდო, ხო? გაითიშოს კოლსტარტი, მაგრამ ხო, ანუ პლიუსში გადავა ზაჟიგანია და ეგრევე კოლსტარტი, იმიტომ რომ ამაზე ხო კოლსტარტი გათიშული გვაქვს ჩვენ და ვერ ხვდები მასე როდის ითი შევალ. მაშინ ლოგში შევალ და ზაჟიგანიები რო პლიუსში წავა, მე უკვე მივხვდები მაგით რა, ესე გამოდის. ხო, 4500-ზე უნდა გაჩერდეს იდეაში ამას რო ჩავწერე ხა, ხო? ხო, როგორც მანქანებს აქვს ზოგს, ხო, თუ სიჩქარეში არ ჩააგდერო სამნახევრის ზემოთ არ ადის, იგივე ვარიანტი იქნება აქაც რა. ოკეი, კაი, ეხლა მას ჩავაგდებ და გავტესტავ მაგას რა. ეხლა ავტომ გამოგვიგზავნა მაპი კოლოფში, ანუ ტრანსბრეიკზე, რადგან გიდრომუტარა გვაქვს და ვერ ვილანჩებთ, ანუ 5000 აბაროძებს, ვცდილობთ, რომ ლანჩ კონტროლი ჩავთვალოთ. ლანჩ კონტროლი თუ გავაჩერეთ 4500 აბაროძე, მერე უკვე შევძლებთ, რომ ადგილიდან კარგად დავიძრათ და დავასტარტიროთ. რა ლანჩ კონტროლში იდეაში ხალასოიშია მანქანა რა და როგორც კი გაუშვებ, ეგრევე აგდებს სიჩქარეში და თუ ეს გამოვიდა ლანჩ კონტროლი, მაშინ ლანჩ კონტროლით უკეთეს დროებსაც დაუწერთ წესით რა. ეხა ჩავწეროთ ბესო და უკავშიროთ მანქანას და ბიჭო, რავი, ეხა ძრავის კომპიუტერში უნდა გადავაწერო პროგრამა, რომ ლანჩ კონტროლმა 4500 აბაროძე გაჩერდეს, ტრანსბრეიქს აღარ ვიხმართ თუ ეს გაიმართება ლანჩ კონტროლი და გაცილებით მაგარი იქნება, იმიტომ რომ ნაკლებ სტრესს მივაყენებთ კოლოფსაც, გიდრომუტასაც და ესე მალმალე არ გაგვიბუჭდება ხოლმე გიდრომუტები რა. რადგან დიდი ტურბო აყენია, აი ყველა პონჩი რაღაც მაღალსალიანი გიდრომუტა გვჭირდება და ეგ მაღალსალიანი გიდრომუტა უეჭველი კოვანი ნაწილებით უნდა იყოს, აი ყველაფერი ჩატენილი უნდა იყოს უმაღლესი დონის ნაწილები, რადგან 5000-დან რომ აი ამ მთელ 700 ნიუტონს გაუშვებ, აი გიდრომუტაში საშინელება ხდება მაშინ რა და მაგიტო გვიფუჭდებოდა იდეაში ჩვენ გიდრომუტები რა. ნახოთ რა სიზამს, 3 დღეა უკვე ამ თემას ვეჩალიჩებით ამ მანქანას. დალში ყველაფერი გამართულია, იდეალურად მუშაობს და პარალელურად სტოკი ძრავიც იწყობა და მაგის ვიდეოსაც გადავიღებთ როგორც გითხარით. წერან გააჩერეს, სხვათა შორის ხმაზე ძალიან დაზვერენ. ანუ ძალიან ბევრი ჩვენ საშინაუროს წაართვეს უკვე მანქანა და პირდაპირ ჯარიმას არ წერენ, ეგრევე მანქანას გართმევენ, ჯარიმას გიწერენ, გადაყავთ საჯარიმოზე და 10 დღის განმავლობაში გამოყვანა არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ 10 დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად თქვენი ავტომობილზე ქარხნული დაშვების თავიდან ბოლომდე ტრასა და ბოლოვაჩოკი აყენია და ექსპერტიზა ადგილზე უნდა მიიყვანოს საჯარიმოზე და კაროჩე რა, ძალიან ბევრი პროცედურაა რა. გადადის მაინც, კაი, მოდი ლანჩზე ჩავთოთ აბა ეხა ჩვენ. რა სიზამს. ხარი ლანჩი რა. ნუ აი არ უნდა გადადიოდეს რა, ანუ ლანჩზე გადადის აგრანიჩენიაზე რა და ვცდილობ რომ გავაჩერო 4.5-ზე ეს ტახომეტრი რა. 4.5-ზე რო ტახომეტრს გავაჩერებ და მე ანტილაგს ჩაურთავ, ანტილაგით უკვე ბუსტი მოვა. და რა წნევითაც გვინდა იმ წნევით დავისტარტებით რა და ეს არ ჩერდება და ზუსტად იგივე დამემართა დრაგზე, უხეშ დრაგზე, შუქნიშანზე რო ვიდექი, ტორმუზგაზე რო დავიდექი და გაზი მივეც, აბაროტი გამიქცა 7000-ზე ფიზიკურად ვერ დავიძვრები, იმიტომ რომ აი მოწყვიტავს ყველაფერს რა და
მერე გაზ გაუშვი, ჩამოვარდა დაბლა, მერე ისევ დავაჭირე, ის მწვანეა ინთო დავრჩი სტარტის ხაზზე და კაროჩე გაუშვი ვინუჟდენი და ლაგით წავიდა, 0-100 ძალიან ცუდი ქონდა და კაროჩე ყლეობები ემართებოდა რა. საბოლოოდ ერთ გარბენზე, რომელი გარბენიც 9-8-ში გავიარე დაბალი მაპით, მაგ მე მგონი 6000-ზე გაუშვი, პროსტო დამემთხვა მწვანე და დამემთხვა 6000 აბაროტი, თორემ მაგას თუ დროში გავივლიდი რა. ჩვენ მეგობრებო, როგორც გითხარით, ჩვენ წინა ვიდეოში სპონსორი ყავს ახალი პორტალის საწვავი ჩვენ დავტესტეთ, სუპერი. ჩვენ მანქანაზე გვაქვს ასევე ბენზინის მაპი, ასევე გვაქვს სპირტის მაპი და ბენზინის მაპზე მხოლოდ სუპერს ვასხამთ და პორტალის სუპერი ჩავასხით და ძალიან მაგარი ზაჟიგანიები და ოქტანი დაიკავა. ეხა გაკრას კოლობზე ჩავწერეთ ნასტროიკა. მივდივართ ეხა პორტალზე, იმიტომ რომ სუპერით უნდა გავიარო, იმიტომ რომ სპირტს ეხა დიდი დრო დაჭირდება გაზავება გამოზავებას, ეხა პორტალზე ჩავასხათ სუპერი და სუპერის მაპით გავიგოთ ყველაფერი რა შვება, როგორ იქცევა, დაილანჩება თუ არ დაილანჩება რა და ყველაფერს ჩვენს YouTube არხზე შემდეგ ვიდეოში გაიგებთ თუ რა მოხდა კოლობთან დაკავშირებით და დაილანჩა თუ არ დაილანჩა. ეხა მოვედით პორტალზე და 1.15 ლიტრა სუპერი ჩავასხათ, რომ საწვავი გჭირდება აუცილებლად და გჭირდება ძალიან მაგარი საწვავი, სუპერი და ოქტანობა რომ მაგარი კონდეს, რომ ზაჟიგანია. ძალიან სავალდებულოა ლანჩის დროს და დაძვრის დროს და ჩვენ უკვე დატესტილი გვაქვს და იდეალურად მუშაობს სუპერი პორტალი. I exist in all dimensions, flesh bound. The stale money from the mattress, bought a fresh pound. Leather on the steering wheel, it got my palm chilly. Short necklace with the long willy, calm really. And it ain't even about the fame, it's about the bread lost. The intern, shorty take me to the boss. Know they tried to count me out, but couldn't count high enough. I ain't gotta hear the album, listen to them lie enough. აი ეხა ერთს დავილანჩები რა. პროსტო ერთი დალანჩვა მაინტერესებს, როგორ მოიქცევა მანქანა რა და ეხა აგერ ბესიკა შენთან ერთად და ჩვენს მაყურებელთან ერთად დავილანჩოთ ძმაო. არაფერი არ გადაიღო ძმაო. რაღაცა ჩავშალე. კარტანი გავტეხეთ. აი დავილანჩე. კარტანი გაწყდა. ვეჭველი ეგ გაწყდა რა. ეგ არის. ხმა არის რეალებს. ვერა, რამ ხელახმა ქონდა ვერ ხედავ ლამის გაგვერჭო იმენა. ალო. აკო? ბატონო. საბუქსირე წამოიღე. გამო. რავი, რაღაცა გაწყდა ამის. უეჭველი კარდანი გავწყვიტეთ. რავი, არ ვიცი, რავი, რა უქენი, არ ვიცი, მაგრამ დაულანჩე და აჰა. ეს მე ნახე ხატარნამის გავიქვა მე უკვე რადგან ილანჩება და ეგ აბაროტი დაიჭირა მე უკვე ყოლოფში უნდა ვქნათ დანარჩენი ოისა ბიჭო არა მარტივი ძმა უკან რა ხდება ეხა უყურე რა ვქნა იყო ხო ეხა უყურე რა ვქნა და ყველა მარა ერთი კაი ამბავი მაქვს დაილანჩა კარდანი რო გაწყდა აქამდე რო გიწევ და ესე იგი ვერ იყო ჯანზე ო კარდანი რო გაწყდა значит დაილანჩა და კარდანს ეხლა ვიცი რასაც უზამა ბიჭო მე ხამი მეთქი всё დაილანჩება ჩემი კარდანი გაგვიწყდა და ეგ ხო ისნი ეგ არაფერი ეგ მოგვარდება თავარია დაილანჩა რა და ჯანი მოვიდა
ჩვენი აკო გზა ჩვენი. მოიცა რა ჩამოხსა ბუქსირზე ვარ ბიჭო. ჩემნებაზე რო იყოს. ჩემნებაზე რო იყოს. ჩემი ჩევიდა. ეხლა იწყება ვაძრე. მაგრამ აზრი არა, ეგრეთ ულამა ყოველ იმას დარტყმაზე. ეს ამაზე გიდებს. არა მაგაზედებს და მაგიტო ამას. იქი არის პირველ შტაზარნიში როა ჩაგდებული ორ სიჩქარეში და ტორმუზი გაზით ჭიმავდა, მაშინ გიდრომუტაში ყველაფერი და ლანჩი არის, როცა ხალასტოიში დგას და როგორც კი გაუშვებს სიჩქარეში აგდებს იმ მომენტალურად და იმ მომენტალურად ეხლა რა მოხდა ისი გრუბი გადართვა რო იყო, გრუბი გადართვა როა და გაუშვი თუ არა და სიჩქარეში ჩავარდა ამ ცეპლენიებმა სტეიჯებმა ხომ მოეჭიდა და დალეცა შინის აი ახლა 700 ნიუტონი რო εδროულად მოვა და 800 წარმოიდგინე რა ხდება რა და მაგ მომენტში ჭირდება უკვე კოლოფს ცეპლენიებში რო დააბუქსავებინო რომ ის რბილად გადაიტანოს დაკიდების სისტემაზე და ყუმბარებზე კარდანზე რა კოლოფში შეგიძლია რბილად დააძრევინო რა ანუ ცეპლენიებში შეგიძლია დააბუქსავებინო რამოდენიმე წამი რომ აი ეს დარტყმები არ კონდეს მოწყვეტა და რავი და რა ყველაფერი რა და ეხა იყო გრუბი მასზე ჩართული რა გრუბი მაპი მქონდა ჩართული რა და გრუბ მაპზე ეგრევე როგორც კი ლანჩიდან გაუშვი ეგრევე დაარტყა რა და ჯერ დარტყმის ხმა ვიგძენი და მეერე დაილეცა შიგნით ყველაფერი და მაგ მომენტში აი მექანიკაზე ხო მექანიკით ხო გივლია ნელა რო უშვებ რა და რო აბუქსავებ ცეპლენში ეგეთი რაღაცა შეგიძლია კოლოფშიც გააკეთო რა ბიჭო სწორად ჩემი plata. Cash, cash, cash. Get money, get money. It's bam, bam. კარდანი ხო გაუწყვიტეთ შატუნის გაწყვეტვაში ხო ვაფშე იმენა კაციშვილი არ ყავს ბადალი და ეხა კარდნების წყვეტაზე გადავედით და მე რავი მანქანასაც გაუწყვიტავთ ერთი კარგად თუ დაილანჩება კიდე უკეთესად I bought a Benz straight from the trap. I don't like paying no taxes. I don't need friends, solo na mami, papi te enseño Raxes. Me and my bitch, we got a bitch, yeah we treat her like a pet. She keep it G, she keep it tranqui, but she be down with the set. Ay, me and my bitch. ნახავდით ვიდეოში გავწყვიტეთ კარდანი ეს იმას ნიშნავს რომ ჯანი მოვიდა ანუ ზუსტად რაც გჭირდებოდა სტარტის ხაზზე ჯანი არ გქონდა ლანჩი გავასწორეთ წნევაც მოვიდა და როგორც კი რამე სადაც პატარა სისლაბე ნახა იყო კარდანი და გააბჭა ეხა უკვე კარდანს მოვაგვარებთ ძლიერ კარდანს დავაყენებთ და იგივე იმედია რომ აღარ დაგვემართება მაგის შემდეგ კარობკაში გავაკეთებთ რბილ გადართვას რომ პირველი სიჩქარეში ჩაგდება რბილად გადაიტანოს ამ დაკიდების სისტემამ კარდანმა ყუმბარებმა და ხიდმა და შემდეგ უკვე ავაჩქარებთ მანქანას ჩვენ მანქანაზე რაც მოხდა ну დანარჩენს უკვე შემდეგ ვიდეოში რა გავაკეთეთ როგორ გავაკეთეთ და როგორ მოვაგვარეთ ამ პრობლემას აი ეს პრობლემა გეტყვით ყველაფერს რაც შეეხება M5 უკვე დასასრულს მიუახლოვდა საწვავის სისტემა დადგა და იქოქა საკაიფოთაა, კარგათაა ყველაფერი და ამ მანქანაზე ნასტროიკა დარჩა და ABB პერფორმანსში გაკეთება ნასტროიკა 1300 ცხენივიდან რომ საბურავზე ამოვიღოთ და ამოვიღებთ კიდევაც და ეს მანქანა თავიდან ბოლომდე რომ გაკეთდება ამ ავტომობილს ბანზე გავტესტავთ ერთ მაგარ ვიდეოს გადავიღებთ ამ მანქანას მიუძღვნით თუ რა დროში გაიგეთ რა ცხენით ვიქნებით და როგორ ვიქნებით თავიდან ბოლომდე გავტესტავთ გავწურავთ ბანზე ამ მანქანას და 340 რომელიც უკვე ყავდა სადაც ჩემი მანქანა არის ახლა პადიოვნიკზე ეგ 340-იც ტრეკავოი 340 გავაწყეთ რივულს და იმ ატაქსივლის ნუ რაც კი შეეხება ტრეკზე დრაგი არა და დრიფტი არა ყველაფერს ივლის აბსოლუტურად და მაგ მანქანასაც აუცილებლად შემდეგ ვიდეოებში ტრეკზე გადავიღებთ და უფრო დაწვრილები და მაგრად აგიხსნით თუ რა გავაკეთეთ რა დავაყენეთ რა ჩამოვიყენეთ და რამდენ ცხენზია და რა ტურბოაყენია რა ჰაერის შემშვები გამშვები და აი ყველაფერს გეტყვით აბსოლუტურად ამ ვიდეოს რაც შეეხება დაგემშვიდობებით იმიტომ რომ ეხა უკვე საქმეები გვაქვს ჩვენ 340-ზე უნდა დავშალოთ, მოვიფიქროთ თუ რა კარდანი დავაყენოთ და დანარჩენ მომდევნო ვიდეოებში გეტყვით რა გავაკეთეთ და როგორ გავაკეთეთ. კარგად იყავით. მე კიდე გემშვიდობებით. Pa'l carajo ese es el doble. Bam, bam, she wanna flip for the gram. Toda esa puta saben who I am, so she wanna check this bitch on cam. Like, hold up, she wanna swallow this pull up. Soon as I bust, I'ma roll up. Phone lines are better, I pull up. Yeah.